ხარით ამაზე. დიახ, დიანა, ვინაიდან ამინდი დიდი ცვლილებებით არ გვანებიბრებს, ალბათ ერთადერთი დაგვრჩა ხელისუფლების ცვლილებაზე საუბარი. ესე იგი, მანდაც დიდი ხანი არ ვართ, მანდაც არაფერი არ გვანებიბრებს ჯერჯერობით. დიახ, ჩვენ მოვისმინეთ განცხადება, რომელიც ძალიან საგანგაშო არის, მაგრამ რითაც მინდა დავიწყო ჩვენი ეთერი არის ის, რომ რა თქმა უნდა აღვნიშნო ქართული ბიზნესის მეტად უჩვეულო ვითარება, ეს უჩვეულო ვითარება და უკავშირდება იმას, რომ ჩვენ ხშირად გვესმის საყვედური ქართული ბიზნესის მიმართ, მაგრამ დღეს ალბათ ისეთი მდგომარეობა შეიქმნა, როდესაც ჩვენ საყვედურს უნდა მოვეშვათ და თანამონაწილეობით უნდა განვეწყოთ ქართული ბიზნესის მიმართ. აი რას გულისხმობთ? თანამონაწილეობა კობახიძე ამბობდა, რომ ოპოზიციის დიდი ნაწილი მაღალი ფასების მხარეს დადგაო, ბიზნესის გულშემატკივრობასაც ის ალბათ ამ კალათაში მოაქცევს. თანამონაწილეობა გულისხმობს იმას, რომ მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ გვესმოდა და ჩვენამდე მოდიოდა სხვადასხვა ინფორმაცია ხელისუფლების ამა თუ იმ ფორმით ჩარების შესახებ ქართული ბიზნესის საქმიანობაში, პრაქტიკულად ჩვენ მოვისმინეთ ღია და აშკარა განცხადება, რომ პოლიტიკა შედის ბიზნესში. პოლიტიკა შედის ბიზნესში მეტად უხერხული ფორმით, მეტად დაუხვეწავი ფორმით და რეალურად ბიზნესი უნდა დაექვემდებაროს პოლიტიკურ კონიუნქტურას. ამიტომაც, როდესაც თანამონაწილეობაზე არის საუბარი, აი ჩვენ კიდევ ერთხელ ჩვენ მსმენელს რომ აუხსნათ, რა არის აი ასეთი გადაწყვეტილების მავნე შედეგი. მავნე შედეგი არის დაწყებული ძალიან ვთქვათ ყოფითი დონიდან, აი მაგალითად ავიღოთ ჩემი იურიდიული პრაქტიკა. თუ ჩვენ სირგვლივ არ იქნა თვითკმარი ბიზნეს კომპანიები, შესაბამისად ჩვენი პრაქტიკა ვერ განვითარდება ისე როგორც საჭირო არის. ავიღოთ თქვენი ტელევიზია, როდესაც ბიზნესი ვერ იქნება ყოჩაღი, ღონიერი და თვითკმარი, თავისთავად ეს დაეტყობა მედიას სივრცეს და შესაბამისად თქვენ როგორც კომერციული სუბიექტი იქნებით ერთ-ერთი პირველი მსხვერპლი ასეთი პოლიტიკის, არა პირველი, მაგრამ ყოველ შემთხვევაში რაღაც ეს ვთქვათ რაღაც რიგში. ან თუნდაც რომ მასშტაბურობა წარმოვიდგინოთ და ჩვენ მოქალაქეებს აუხსნათ ამ გადაწყვეტილების მავნებლობა. ჩვენ რაოდენ არ უნდა ჩავეჭიდოთ საქართველოს კონსტიტუციას და ვიკითხოთ, რომ საქართველოს პარლამენტი, საქართველოს ინსტიტუტები თავისი პრეროგატივის ფარგლებში არიან მოვალენი განახორციელონ ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკა. საგარეო პოლიტიკა იქნება თუ საშინაო პოლიტიკის განხორციელება, ყოველივე ამას შეიძლება რესურსი. და სხვა რა არის რესურსი თუ არა, ეს არის სახელმწიფოს ჯიბე, შევსებული ბიუჯეტი. აქედან გამომდინარე, კავშირი ძალიან პირდაპირი არის, თუ ეს ჯიბე არ იქნა შევსებული საკმარისად, რომ ინსტიტუტებმა იფუნქციონირონ სწორედ დაწყებული საბაზისო უფლება-მოვალეობების თავისუფლებების დაცვიდან და იმ ვალდებულებების შესასრულებლად, რომლებიც საქართველოს კანონით არის გათვალისწინებული, თუ რესურსმა მათ არ გაუმაგრა ზურგი, თუ ჯიბებ არ გაუმაგრა ზურგი, აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, ჩვენ შეიძლება მივიღოთ იმაზე მეტი შედეგი, ვიდრე ზოგს გონია ეხლა, რომ ეხება მხოლოდ საცალო ფასებს, ან რითეილის ვაჭრობის სავაჭრო ქსელებს. აქედან გამომდინარე, აი ეს გზავნილი კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ამიტომ არის ბევრად უფრო ფართო თავისი მასშტაბით და არ ეხება გარკვეულ ინდუსტრიას, იმიტომ რომ საუბარი არის წესების შეცვლაზე, ქცევის წესების შეცვლაზე, რაოდენ ჩვენ არ უნდა დავიწუნოთ ეს წესები, ფაქტურად საუბარი არის, რომ ხდება მათი ამოყირავება და აბსოლუტურად თავიდან ბოლომდე ბიზნეს ქცევის კოდექსის დაქვემდებარება პოლიტიკური კონიუნქტურისადმი და ბოდიში სიტყვით რა არის ეს ბიზნეს კონიუნქტურა თუ არა საბაზისო მისი ფუნდამენტი, ეს არის სტაბილურობა და პროგნოზირებადობა საქმიან მიმოქცევაში. კი ბატონო, თუ კი მაღალი ფასები სურსათზე იყო ხოლმე ხელისუფლებას მიემართებოდა ამ თემაზე კრიტიკა, მაშინ თუ ხელისუფლება ცდილობს რაიმე ფორმით აქ ვითარების შეცვლას და ფიქრობს და მისი დაკვირვებით ასკვნის, რომ აქ არის ბიზნეს ურთიერთობებზე უფრო მაღალი, ანუ ბიზნეს წესებს მიღმა ეს ფასები, რაღაც ტიპის ჩარევის უზრუნველყოფას, აქ რატომ არის პრობლემა? მაშინ რატომ არის მაღალ ფასებზე ყოველთვის კრიტიკის ობიექტი ხელისუფლება? აი ეს მინდა რომ აუხსნათ მაყურებელსაც და ესე იგი, ერთხელ ვესაუბრებოდი ჩემს ერთ-ერთ კოლეგას საერთაშორისო ფირმიდან, რომლის ოფისი იმყოფებოდა ჯაკარტაში, ინდონეზიის დედაქალაქი და მას შემომჩივლა, რომ ინდონეზიაში ბიზნესის წარმოების წესები არის უვარგისიო და მძიმე არის ბიზნესის წარმოებაო. მაშინ მე ვკითხე, საპასუხო კითხვა იყო, აბა როგორ საქმიანობთ, როგორ მუშაობთ? წესები ვიცით და წესები არის დადგენილიო.
აი სწორედ აქედან მინდა მე ჩემი პასუხი განვავითარო, როდესაც საუბარი არის არაუბრალოდ წესების სტაბილურობაზე და ჩვენ რა თქმა უნდა მხოლოდ წესების სტაბილურობაზე არ გვაქვს საუბარი, არამედ ჩვენი პრეტენზია არის ვიქონიოთ წესიერი, სტაბილური და კარგი წესები ურთიერთმიმართებისა სახელმწიფოსა და ბიზნესს შორის. ეხლა როდესაც სახელმწიფოს მიმართებაზე ვსაუბრობთ, ხა შეიძლება ეს ძალიან უფრო ვთქვათ ვრცელი თემა არის სასაუბრო, მაგრამ თანამედროვე პირობებში, განსაკუთრებით 2008 წლის საფინანსო კრიზისის შემდეგ, როდესაც სახელმწიფო შემოbrunდა ბიზნეს პროცესში და გარკვეულწილად მისი პრეროგატივა არის ეკონომიკურ პოლიტიკაში, ბიზნესის წარმოებაში სისტემას შემქმნელი წესების ჩამოყალიბება. როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ კარტელურ გარიგებებზე, ეს არის ერთ-ერთი სფერო, რომელიც ანტიმონოპოლიური კანონმდებლობის საკითხი არის და მათ შორის შესაბამისი ინსტიტუტი ჩვენთან არსებობს. რა თქმა უნდა, ამ ორგანოს უშუალოდ მოვალეობა არის და არა მარტო ამ ორგანოსი, არამედ სხვა მომიჯნავე ფუნქციების მქონე ორგანოების, რომ სისტემურობა, პროგნოზირებადობა, გამჭვირვალობა და ნორმალური სამოქალაქო ბრუნვა დაამკვიდრონ. შესაბამისად, სახელმწიფოს როლი სწორედ ამაში არის, რომ ჯანსაღი ეკონომიკური პოლიტიკა აწარმოოს და ჯანსაღი ეკონომიკური პოლიტიკის წარმოებით ის არა ბიზნესში შედის, არამედ ბიზნესთან არის, როგორც მისი ნამდვილი ქომაგი და მისი ნამდვილი პარტნიორი. მაშინ ინიციატივა, რომელზეც საუბრობს და მათ შორის საგამოძიებო ორგანოებისა და პარლამენტისადმი მიმართვა, ამას რა სახელს დაარქვათ? და თქვენის ნებართვით კიდევ მეორე შრე, ესე იგი ჩვენ აღვნიშნეთ პოლიტიკური სიბრტყე, სადაც სახელმწიფო ინსტიტუტებს აქვთ გამსაზღვრელი როლი და მეორე არის სამართლის ხნა, გამართული მართვაჯულება. არაერთის მithქვამს და კიდევ ერთხელ მინდა თქვენი ეთერის მეშვეობით დავაფიქსირო, რომ მართვაჯულება ჩვენთან ბიზნესისთვის და ბიზნესსა და სახელმწიფოს შორის ურთიერთობებში სხვა არაფერი არ არის თუ არა სერვის პროვაიდერი და მისი სერვისი სწორედ დავათა ობიექტურ, სწრაფ და ეფექტიან განხილვაში არის. კიდევ ერთხელ ვამბობ, ესე იგი პოლიტიკური სფერო, სადაც სახელმწიფო მოწოდების დონეზე უნდა იყოს და მართვაჯულების სფერო, სადაც სამართალი ასევე უნდა დაეხმაროს ამ სწორი შარჩო ურთიერთობების ჩამოყალიბებაში. ალბათ ეს არის, იცით, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ, რომ აი არის გარკვეული წარმოვიდგინოთ, აი გარკვეული ტოტი, მე ამიტომ დავიწყე საუბარი ჩემი საქმიანობით, თქვენი მედია კომპანიით და გადავედით სხვა თემებზე, ჩვენ ყველანი ამ ერთ ტოტზე ვზივართ ბიზნესთან ერთად. და როდესაც არის მცდელობა ამ ტოტის ჩაჭრის და ამ ტოტს პირობითად ჩვენ რომ უწოდოთ სახელმწიფოებრივი განვითარება და აზროვნება და სხვათა შორის ამ ტოტზე ზიანი ისინიც, ვინც ნებსით უნებლიეთ, ზრახვი თუ გაუფრთხილებლად აი ამ ტოტის ჩაჭრით არიან დაკავებული, ამიტომაც ვახსენე მე რომ მიუხედავად ჩვენი დამსახურებული კრიტიკისა საყვედურისა ქართული ბიზნესის მიმართ, რომელიც სათანადოდ საკუთარ თავს ვერ იცავს და ვერ გამოდის ქართული სახელმწიფოებრივი განვითარების ქომაგად, ისე როგორც ჩვენ ამას ვისურვებდით, დღეს ჩემი აზრით, აი ჩვენ ყველანი ამ ტოტზე მსხლომნი, ამ ტოტზე მსხლომნი ყველანი თანამონაწილენი ვართ და აქედან გამომდინარე ჩვენ ალბათ ამ შემთხვევაში ჩვენი კობახიძისგან ეს კონკრეტული მაგალითად ამ შემთხვევაში ვთქვათ ეს ქსელური მარკეტების მფლობელები. რა თქმა უნდა, იმიტომ რომ როგორც თქვი საუბრის დასაწყისში, ეს არის პირველი ასეთი აშკარა და დაუფარავი დეკლარირებული შეტევა ბიზნეს სექტორზე. დღეს საუბარი არის ერთ კონკრეტულ სფეროზე, ერთ კონკრეტულ დარგზე, მაგრამ ჩვენ რო გადავავლოთ სოციალურ მედიას, ფაქტია რომ ჩვენ შეგვიძლია თამამად დავასვათ, რომ ეს არ იქნება მხოლოდ ერთი კონკრეტული სფერო და ერთი კონკრეტული დარგი. ასე მაგალითად ერთ-ერთ პოსტში დღეს მე წავიკითხე, რომ TBC ბანკსაც დაუწუნეს გარკვეული მოქმედება დღევანდელ რეალობაში თითქოს და რადიკალური ოპოზიციისა თუ რადიკალური ელემენტების დაფინანსების კუთხით. შეხედეთ, ანუ რაოდენ დიდი არის ეს ვთქვათ შესაძლო მასშტაბი ასეთი შეტევისა დაწყებული საცალო ვაჭრობით და დამთავრებული არც მეტი და არც ნაკლები ლისტინგირებული საფინანსო ინსტიტუტით. ამდენად ჩვენ არ საუბრობთ რაღაც შემთხვევითობაზე. შეიძლება იცით ეს პროცესი იმდენად შორს არ წავიდეს, მაგრამ ჩვენ დღეს უკვე უნდა შემოუკრათ განგაშის ზარი, რომ რამენაირად პრევენციული ზღუდი აღმართოთ ამ პროცესის შემდგომი განვითარების თვალსაზრისით. კი ბატონო, და მინდა აუცილებლად კითხოთ ლილუაშვილის დაკავებაზე, ეს არ არის მცირე მასშტაბის თემა. მე შეიძლება სანამ ესე იგი აი ამ მნიშვნელოვან თემაზე გადავალთ, ასევე მithქვამს, როდესაც ჩვენ თანამონაწილეობაზე ვსაუბრობთ, ჩვენ რა თქმა უნდა დღეს
ჩემი აზრით მხარდაჭერის და თანაგზნობის ხელი უნდა გავუწოდოთ ქართულ ბიზნესს, მაგრამ ვინაიდან ჩვენი თეზა ყოველთვის არის შემდეგი, რომ ქუჩა არის ორმხრივი მოძრაობის, ჩვენ ქართული ბიზნესისგანაც ალბათ უნდა ვეღირსოთ შემხედრ ნაბიჯებს. ქართულმა ბიზნესმა უნდა დაიბრუნოს საკუთარი თავმოყარე ხმა და როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ბიზნესისადმი ჩვენ თანადგომაზე, პირველ რიგში თვითონ უნდა ვპოვოს საკუთარ ძალაში, საკუთარ თავში რესურსი და ძალა და ნებელობითი მომენტი, რომ საკუთარი ღირსება და უფლებები დაიცვას. ჩვენ სხვა არაფერს არ ველით ქართული ბიზნესისგან, რომ იყოს ინოვატორული, იყოს თავმოყარე, იყოს სოციალურ პასუხისმგებლობით ახსავსე და იყოს ქართული სახელმწიფოებრივი იდენტობის ერთგვარი ელჩი და რბილი ძალა. ერთი სიტყვით, აი ეს პროცესი პოლიტიკური, მედია, საზოგადოებრივი და ბიზნესი იმდენად ურთიერთდაკავშირებული არის, მე სხვა დაბოლოებას ამ ჩემი შეფასებისა ვერ მოვძებდი თუ არა შემდეგი განცხადებით, რომ ქართული ბიზნესი, როგორც ქართული სახელმწიფოს თვითკმარობის ჯიბე, უნდა იქცეს ჩვენი ეროვნული პოლიტიკის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად. კი ბატონო, ბატონ ვიქტორ, მინდა არ გვაქვს ძალიან ბევრი დრო ლილუაშვილის დაკავების თემასაც მიუბრუნდეთ. თქვენ მას აღიქვამთ ანტიკორუფციული ბრძოლის ფარგლებში უყურებთ ამ დაკავებას თუ ფიქრობთ, რომ ის ამ ფარგლებს სცდება და სხვა მასშტაბის პროცესის ნაწილი? აი პოსტი, რომელიც თქვენ ახსენეთ, დიანა, როდესაც მე ეს ძველი რომაული გამონათქვამი გავიხსენე პურისა და სანახაობისა, პრაქტიკულად მე კარგული პარალელი გავავლე და მე დავინახე ერთგვარი ბმა კავშირი ამ დაკავებებსა და სხვა პროცესებს შორის და შესაბამისად ფასების კონტროლს შორის. ამ ჩემი აზრით მეტად ეს ვთქვათ პოპულისტურ ოპტიკაში დადგმულ ძალიან ხელოვნურ ტრიუქს შორის. მე არ ვიცი დანაშაულის შემადგენლობა რამდენად მყარი არის, მე არ ვიცი მტკიცებულების ბაზა რამდენად მყარი არის, მაგრამ ასეთი თანხმედრა მოვლენებისა ძალიან საოცარი და ძალიან უჩვეულო და ძალიან არაორდინალური, რა თქმა უნდა, გვაფიქრებს ჩვენ სწორედ აი ამ თეზის ქართულ რეინკარნირებაზე, როდესაც საშუალო სტატისტიკური ქართველის ყურადღება და არა მარტო საშუალო სტატისტიკურის, არამედ მათ შორის მათი ამორჩეველის, ქართული ამორჩევლის ოცნების ამორჩევლის ყურადღება შესაბამისად უნდა გაზავდეს არა მარტო სანახაობით, არამედ პურით და სწორედ აი ეს ტრიუკი და სხვა მე მას ვერაფერი ვერ უწოდე, არის ერთგვარი ეს ვთქვათ გაგრძელება აი ამ ჩემი აზრით ძალიან ვთქვათ ყალბი და ფალსიფიცირებული არაავთენტური პოლიტიკისა, რასაც ჩვენ წლების განმავლობაში, ბოლო წლების განმავლობაში განსაკუთრებით ვხედავთ ქართული ოცნების მაგალითზე, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ. ჩემი აზრით ის გულწრფელი არ არის საკუთარ ამორჩეველთან, ის გულწრფელი არ არის ზოგადად ქართულ საზოგადოებასთან, ძალიან ხშირად მისი მოქმედებები არ ემთხვევა მის რეალურ განუცხადებელ ზრახვებს. კი ბატონო, დიდი მადლობა. მადლობა თქვენ. ძალიან დიდი მადლობა, რომ პასუხობდით ჩვენ კითხვებს.